ზეიმმა მოიცვა ევროპის დედაქალაქები. მიზეზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იყო, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ესპანეთში აღინიშნა. მიღებით ბევრი მილოცვით და რაც მთავარია დიასპორასთან ერთად. 26 მაისს საქართველოს ჰიმნი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ჟღერდა და ფრიალებდა ჩვენი ქვეყნის 5-ჯვრიანი დროშა. ეს დღე ჩვენია, ნახეთ ქეთი ქარდავას რეპორტაჟი. სამშობლოდან ათასობით კილომეტრით შორს შესრულებულ ეროვნულ ჰიმნს სხვა ძალა აქვს. იძულებით მიძინებულ ემოციებზე მთელი სიმძაფრით მოქმედებს, ყველა მოგონებას აცოცხლებს, გულის ზგერას აჩქარებს და გადამდებია იმ გარემოში მყოფი ადამიანებისთვის, ვისთვისაც ნოსტალგია ახლობელია. მადრიდში მცხოვრები ქართველები ესპანეთში საქართველოს ახალმა ელჩმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეკრიბა. ყველა ნორმალური წესიერი ქართველი ადამიანისთვის ეს დღე არის წყინვალე დღე თავისუფლების, მაშინ როდესაც თავისუფლების დროს ვიგებთ ვინ ვართ ჩვენ. პირველად შევასრულე ჰიმნი. ჩემთვის კი ვიცოდი რა საკრიველია, მაგრამ როგორც ესე გამოსვლა სცენაზე და სიმღერა ეს პირველად იყო და ძალიან დიდი მადლობა ახალ ელჩს ჩვენს. თავისუფლება და დამოუკიდებლობა საზეიმოა. ყველაზე ძვირფასია. ეს დღე ჩვენია, ყველასია, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა და ამიტომ ერთად უნდა აღვნიშნოთ. დიასპორაზე ზრუნვა და სამშობლოში დაბრუნებამდე კავშირების გამყარება საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ ქართველებს რო გვიცნობენ რომ ასეთ მაგარი ისტორიის, მაგარი წარსულის ქვეყანას ხო ეს დიასპორის დამსახურება მნიშვნელოვანი წილი მოდის მასზე, იმიტომ რომ ისინი არიან გამტარები და გამტანები იმ დიდი კულტურული ღირებულებების, რაც ქართველობას და საქართველოს გააჩნია. ასე რომ მე კიდევ ერთხელ შეხვედრაზე მადლობა უთხარი მათ. ემიგრანტებისთვის საქართველოზე საუბარი თბილისიდან გამოჩენილი ყურადღება და ზრუნვა აუცილებელია. სამშობლოსთან სიახლოვის განცდას უქმნით, რაც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. ენატრებად და უცხოეთში ყოფნისას დასახული მიზნების შესასრულებლად ძალას მატებთ. ჩემთვის ეს დღე ნიშნავს თავისუფლებას, სიყვარულს, მშვიდობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მინდა რომ აქედან ესპანეთიდან მშვიდობა და თავისუფლება უსურვოთ ჩემს ქართველებს. საქართველოს გაუნაწილოს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე კულმინაცია იმ ადამიანის გამოჩენა იყო, რომელთაც ქართველები და ესპანელები ერთმანეთს სიყვარულში ვეჯიბრებით. უზომოდ ვამაყოთ, გულშემატკივრობთ. ილია თოფურიას გამო ძალიან ბევრმა ხომ საქართველოს შეიყვარა ესპანეთში. მეგობრობის ხიდი ესპანეთსა და საქართველოს შორის ელჩმა ქართველ მებრძოლს ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცა. საქართველოს მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გამოჩნია ყოველთვის ჩემს გულში არის, აზრი არ აქვს სადაც არ უნდა წავიდე, ასე რომ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი ის რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული და ამდენი ქართველის ნახვა ერთად კიდე რავი ძალიან მახარებს. ესპანეთში, კონკრეტულად მადრიდში ძალიან ამაყივარ ესეთ კაი სამსახურსო აკეთებს ყველანი ერთი მიმართულებით მივიდივართ და გვინდა მშვიდობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა 26 მაისის სამკერდელიშნით ალბანოს მოსვლამ დიასპორა აღაფრთოვანი. ტაშისა და მამაღალი შეძახილების ფონზე ელჩმა იტალიელი მომღერალი დააჯილდოვა საქართველოსთან მეგობრობისთვის. ვიყავი საქართველოში, ვიმღერე, დაუვიწყარი კონცერტი მქონდა, წარმოუდგენელი საღამო იყო. მინდა გისურვოთ თავისუფლება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თავისუფლებით ადამიანები უკეთესები ხდებიან. ეს სერტიფიკატი ძალიან მომწონს. სცენაზე გამოსვლისას დიპლომატებმა თქვეს, რომ საქართველო იყო და არის ევროპა. ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ღირებულებების მცველი და ძვირფასია ჩვენთვის თითოეული ევროპელის გვერდში დგომა, მაშინ როდესაც წინსვლისთვის გადამწყვეტი მომენტია. The common culture
არაჩვეულებრივი ურთიერთობებია ჩვენს ქვეყნებს შორის და ამიტომაც დავბეჭდეთ ჟურნალი დიპლომატის სპეციალური გამოცემა საქართველოზე. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით. ესპანეთი არის უპირობო მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოს მიმართულებით. ესპანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დასაფასებელია და დღემდე როგორც პირად საუბრებში ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, ასევე ოფიციალურ შეხვედრებზე ყოველთვის მხარს უჭერენ და ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს უურყევ მხარდაჭერას, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და იმედის თვალით შეყურებენ, რომ ძალიან მალე საქართველოს გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის. გვინდა აქედანაც მივულოცოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სხვადასხვა დედაქალაქებში აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს და უსურვონ მათ ქვეყნის გაძლიერება და განხილვა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ესპანეთში ქართული ცეკვისა და ფოლკლორის ერთობის ზეიმით გაგრძელდა. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პატარა და უფროსი თაობის წარმომადგენლები. სცენაზე ცეცხლი დაანთეს და საკუთარი ხმა ყველას გააგონეს. კონცერტს 300 მონაწილე ჰყავდა. დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მცხოვრები ქართველების ყოველწლიური შეკრების იდეა 2022 წელს გაჩნდა. პირველი იყო პარიზი, მეორე ფლორენცია და ახლა ესპანეთი, ბარსელონა 12 სამრევლოს და 18 გუნდის მონაწილეობით. რაც ვნახეთ, აი ემოციების ქვეშ ვართ, ეხლაც მთელი დელეგაცია. ზეიმი იყო ქართული სულის, ქართული გენიის. ეს ახალგაზრდები, ყველა თაობის, როგორ ღერიან, როგორ ცეკვავენ, რა განწყობები აქვს, ყველას გააზრებული აქვს, რომ სამშობლო ერთი გვაქვს. და ამ სამშობლოს მშვიდობა ჭირდება, ამ სამშობლოს განვითარება ჭირდება, გვერდში დგომა ჭირდება, რომ პოლარიზაცია არ უნდა იყოს ჩვენ შორის. ასე რომ მე დღეს აი ემოციები ბრუნდები თბილისში, მთელი დელეგაცია, რა ვიცი, რამდენჯერ ვიტყვით მოთulis ისეთი შესრულებით იყო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ამ უცხო მიწაზე მამული ენას არწმუნება და ჩვენ ვცდილობთ ამას ყოველ დღე ეს სიყვარული, ეს ფესვები, საიდანაც ეს ბავშვები არიან, ისევ იმ ფესვებზე დავაბრუნოთ. გაუმარჯოს ჩვენს თლიან ერთიან მომავალში დამთლიანებულ და დამოუკიდებელ საქართველოს. გულანთებული პატარები, როგორი გულანთებული ქართველები არიან აქ, უცხოეთში დაბადებულები, უცხოეთში იზრდებიან, მაგრამ აი ეს იდენტობა, ის სიყვარული ქართულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან როგორ აქვს შენარჩუნებული ეს სიყვარული. და მე მინდა აღვნიშნო აი მეუფე ა ブラ ამის უდიდესი ღვაწლი და უდიდესი დამსახურება, რომ არა მეუფე ა ブラ ამის ურთხევა, რომ არა მეუფე ა ブラ ამის მონდომება, ჩვენ არათუ ეს დღევანდელი დღე არამედ აი ძალიან ბევრი ქართველი, ძალიან ბევრი ადამიანები დაგვიკარგებოდა. შემდეგი გაჩერება ერთობის ზეიმისთვის მილანია. პატარა, მაგრამ ძლიერი საქართველოს ყველგანაა, სადაც ქართველები ცხოვრობენ. ეს სამუდამო ორმხრივი სიყვარულია, რომელიც ყველას ძალიან გჭირდება და ენერგიაა ცხოვრების გასაგრძელებლად. ფიქრებიც, მონატრებაც, დარდიც და სიხარულიც შვენებურია და ეს ესპანეთში კარგად იგრძნობოდა.